ეს ხალხი ისედაც გაბრაზებული იყო სინამდვილეში, მათი ბრაზი იყო ინდივიდუალური. მომენტუმი დადგა, როცა ვიღაცამ დავანონსა აქცია და მივხვდით, რომ მეც უნდა იყოფილიყო. დიდი პროტესტი და ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ბევრი სხვადასხვა ჯგუფი იყო, ვინც განიხილავდა პროტესტის დაწყებას საზოგადოებრივ მაუწყებელთან. რამდენიმე მეგობარს უთხარი, რომ მე მგონი ჩვენც უნდა მივიდეთ და ეხლა პროცესში ვისთანაც ჩართული ვარ, ვისთან ერთადაც ჩართული ვარ, ეს ადამიანები ფაქტობრივად იქ გავიცანი. დაემთხვა, რომ მე თუნდაც დამირეკეს, რომ რუპორი სჭირდებოდათ და მე მითხრეს, რომ აი თუ მქონდა ამის შესაძლებლობა. არ ვიცოდით და არავის არ გქონდა იმის მოლოდინი, რომ ამდენად დაუღალავები ვიქნებოდით. ამას მოყვა ის, რომ შიგნიდანაც დაიწყო ეს რყევა, რომელიც შეიძლება ახლა წლების მანძილზე აქა-იქ იყო, მაგრამ ჩემთვის პირადად ცხადია, რომ ამ პროტესტმა მისცა იმას მუხტი და ზურგი გაუმაგრა. მართლა მგონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტი და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიმდინარე პროტესტი ერთ-ერთი მაგალითია სინამდვილეში უკვე აქამდე განვლილი პროცესებზე, როგორ ვისწავლეთ მაგალითად ის, რომ თუნდაც რუსთაველის გამზირზე არ გაჩნდა ეს ბუტაფორიული ტრიბუნა მთელი ამ დროის განმავლობაში არის ნამდვილად დაგროვილი ცოდნებით, გამოცდილებებით ნასწავლი ქმედება და ამაში შემთხვევითი არაფერია საერთოდ. სინამდვილეში არის ცოდნა იმისა, რომ აქამდე არსებული პოლიტიკური სპექტრი შინაარსით ვერ უზრუნველყოფს და თუ კი ის შინაარსით ვერ უზრუნველყოფს, მაშინ რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ მსმენელის პოზიციაში საერთოდ. ხელმძღვანელობა არხის ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ ველში შემოიყვანათ პოლიტიკური პარტიები და ყოველთვის თქვათ გვეუბნებოდნენ, რომ აი დროს დაუთმობდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოპოზიციას დროს დაუთმობდნენ. რაზეც ჩვენი პასუხი იყო, რომ პოლიტიკოსის ეთერი, ხალხის ეთერი არ არის და ჩვენ გვჭირდება სახალხო ეთერი. რამაც შედეგი გამოიღო და ერთი თვის მანძილზე მივიღეთ ის, რომ აი ეს სახალხო ეთერი გქონდა. ერთმანეთთან ლაპარაკი რომ დავიწყეთ, ერთმანეთის საჭიროებების ამოცნობას დავიწყეთ მათ შორის, ხო? და ხა პირველი რაც შეიძლება მაგ საჭიროებებისას უზრუნველყო არის ის, რომ ამაზე ილაპარაკო, ალაპარაკო და შექმნა სივრცე, სადაც ამის გაზიარების საშუალება იქნება. დავსხდეთ და ვისაუბროთ რაღაცაზე, ხო, თანხმდებით თუ ეს ქვეყანა გვიყვარს და ეს არის ის, რაც რატომღაც პოლიტიკური ელიტისთვის საშიშია, ანუ არავის ინტერესში არ შედის. აი ოპოზიციურ მედიასაც რომ მოუწოდო, ახლა რომ გააკეთე რა, ანუ შეუშვი ჩვეულებრივი ხალხი ეთერში ალაპარაკე. არ შვებიან. იმიტომ რომ ეს თეატრალურობა ამ პოლიტიკური ველის, ხო? ურჩევნია რომ თავის განზომილებაში დარჩეს. ძალიან დაღლილები ვართ მაგითი. მაგრამ მაგის წინააღმდეგ ბრძოლით არ ვიღლებით. თუ ვითხოვთ ეთერი ხალხს და რომ ჩვენი ხალხის ხმა არ ისმის საკმარისად ეთერში, მაშინ უნდა ვისაუბროთ იმაზეც რა არ ისმის. რაღაცა ესე იგი არ გაშუქდა, იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის ეს იყო წამგებიანი და ჩამოვყვეთ ახლა რა შუქდება საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველ რიგში სოციალური საკითხები, მეშახტების პრობლემა იქნება ეს, რიგითი მშობლის პრობლემა თუ ასე შემდეგ. ეს თუ არ შუქდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, ესე იგი იმიტომ რომ ქართული ოცნებისთვის არის დამღუპველი და რატომ? იმიტომ რომ სოციალური საკითხების გაშუქება ქმნის იმ ერთობის განცდა. და ეს ერთობის განცდა თუ შეიქმნა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია ძალაუფლების ბაში მყოფი ადამიანებისთვის. რამდენი ხანიც ჩემი აზრით, ხო, დაჭირდება დიდ პროტესტში გამარჯვებას, რაც არის თქვა იგივე ხელახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება, იმდენი ხანი დაჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტთან. არ იქნება გამარჯვება! არ იქნება მშვიდობა! სოლიდარობა მეშახტეს! სოლიდარობა მეშახტეს! სოლიდარობა ყოველ ხალხს! საერთოდ არავინ არ ელაპარაკება ადამიანს, რომელიც არ არის შენ თანამოაზრე და თქვა ამ კონკრეტულ პირობებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაღაცა რიგი მიზეზების გამო, პროპაგანდის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭერა ქართულ ოცნებას. არსებობს ენა, რომელზეც შეგვიძლია თანამოაზრეებს, თანამოქალაქეებს ველაპარაკოთ. ენა, რომელიც სინამდვილეში გადათარგმნის და ახსნის ავტორიტარულ საფრთხეებს და აი რაღაცნაირად სივრცე ამ მსჯელობისთვის, ამ ურთიერთგაზიარებისთვის სხვა რა შეიძლება იყოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იმიტომ არის
უშუალო პასუხისგებელი ამაზე, რომ ის არის საჯარო სიკეთე სინამდვილეში, უნდა იყოს საჯარო სიკეთე. ყველაზე რთული არის რაციონალურად, ესე თანმიმდევრულად გაპროტესტება და ხანდახან ყოფილვართ, რომ თქვა, რა ვიცი, რამდენიმე ათეული ადამიანი ამ იმის წინ, შენობის წინ, ხანდახან ყოფილვართ იმდენი, რამდენიც აი ბოლოს პროტესტში ვიყავით. მიღწევის განცდა 29 იანვრის აქციაზე მაგიტომ მაქვს, რომ რაღაცნაირად ეს ყრუკედელი გაარღვია თითქოს რა, იყო ფორმითაც მასშტაბური და შინაარსითაც და იმედი შეიძლება გააჩინა მათ შორის საზოგადოებაში და იმედი მაქვს, რომ ეს იმედი სხვა უფრო მასშტაბურ გზებსაც იპოვის კიდევ უფრო. მათი პრობლემები შეიძლება ფიქსირდებოდეს ისე, რომ მას ყავდეს მსმენელიც. გამარჯვება ხალხია! გამარჯვება ხალხია! შეუძლებელია მასობრივი პროტესტი შეინარჩუნო, თუ კი მას არ აქვს ის სიღრმე, რომელიც ამოზრდილია იმ ზოგადი პრობლემებიდან, რომელიც წლებია ქვეყანაში არსებობს, ხო? შეუძლებელია სკანდირებდე ევროპას, ისე რომ ამ ევროპას შინაარსი თავისი არ გააჩნდეს და რას გულისხმობ ამ ევროპაში ამაზე არ ხდებოდეს დაკონკრეტება და ამ აქციების დროს მე ვხედავ ამ კონკრეტიკას, რომ არ არის შინაარსი, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ დღემდე იქ ვდგარიყავით. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ რუსთაველი არის ერთი, რომელიც სულ იკეტება და მეორე არის საზმაო, სადაც ყოველთვის ვიკრიბებით.